ეს შეუძლებლობ ერთი თვის გამოშვებით, იმიტომ რომ შესრულებით ეს ამუშავება უნდა გამიშავოს, უნდა გადაიგზავნოს. ეს ისე არ არის, რომ ბიუჯეტზე ვზივარ და ამას მოგვიჭრენ და ამას მოგწევენ. ეს თავისთავად ერთი თვე ვარდება, მაგრამ იყო დასაწყისში 5 რის სხვამდე იყო და რეგულარულად შემდეგ გადაიწია 10-მდე. შემდეგ გადავიდა 15-მდე. დღეს 20 ამ ხალხს კრედიტები აქვს. მოდი რეალურად ვილაპარაკოთ. ნუ გვეშინია ჩვენ ერთმანეთის, ხო? ვიღაცა ტყუის ერთის გამო რატო უნდა დავზარავოს? ხო, არის სხვადასხვა ნიუანსები შეიძლება განვითარდეს მე აი მან ეს ხო ამან ეს ხო იმან. ხმაური უნიმედის სამცხეში ხელფასების დაგვიანებით მიღებამ გამოიწვია. დაწესებულების 50-მდე თანამშრომელმა საავადმყოფოში არსებული პრობლემების გასაცნობად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს დაცვის თანამშრომლებმა დასწრების უფლება არ მისცეს. უსაფრთხოების სამსახურმა გადამღებ ჯგუფს განუმარტა, რომ კერძო დაწესებულებაში გადაღების უფლება არ ჰქონდათ. მედიკოსები აღნიშნული ფაქტის გაშუქებას მოითხოვდნენ, რის გამოც ეკოს გადამღებმა ჯგუფმა შენობაში ყოფნის დროს რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოახერხა. რა უბედურება? კი ბატონო, გარეთ ხო გამოვლენ, მედიკოსებმა ისიც აღნიშნეს, რომ საავადმყოფოში ელემენტარული სამუშაო პირობები არ არსებობს, რის გამოც პაციენტების უმრავლესობას უნიმედის სამცხეში მკურნალობა აღარ სურს. ქირურგიული განყოფილების მედისცირა ჯეირანაშვილის მტკიცებით, მომსახურე პერსონალს 3 თვე ანაზღაურება არ მიუღია. პროტესტი ხელფასების დაგვიანებამაც გამოიწვია. 150 ლარს რო ჩაგერიცხავენ ხელფას, იმასაც დაგვიანებით მოგცემენ. ჩემს უკან ოჯახი არის, შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს, კრედიტები მაქვს. მილიონი პრობლემა ხო გვაქვს არა? ყველაზე ცუდ დღეში ვართ საშუალო მედპერსონალი. არავის, ჯერ პირველი ის, რომ ჩემი მთავარი ექიმი არავის არ იცნობს. საშუალო მედპერსონალს არც არაფრად გთვლის და არც გვიცნობს და არც ჩვენი დარდი არ აინტერესებს. ვინც ამოვიდა და ვინც რაღაცა შეაწუხა და უთხრა ყველა გაუშვა, გაათავისუფლა. მგონი ახლა ჩემი ჯერია. ბევრი პრობლემებია ზოგადად აგროვილი, აი მაგალითად მე სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ხელმძღვანელი ვიყავი 2011 წელს შეგვაერთეს გაგვიუქმეს იურიდიულად ეს სამსახური შეგვამცირეს და სარაიონთაშორისო რეგიონალური სტატუსის დაწესებულება ვართ და მიერთებული ვართ ამ კომპანიასთან და ყოლა დაუშვებელია ჩვენი დარგის სპეციალისტები და ჩვენი პროფილის ამოტყოფები რომ ამ ზოგად პროფილის ამოტყოფოში ეს მარტო ახალციხეში საქართველოს მასშტაბით არსად არ არის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალციხის მერის საავადმყოფოს მედპერსონალს საკითხში გარკვევას და მათი უფლებების დაცვას დაპირდა. გიორგი კოპაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულება კერძო საკუთრებას წარმოადგენს, დასაქმებულთა უფლებები არსად უნდა შეილახოს. იმ დონეზე რომ აქ კომპანიის მუშაობაში ჩავყოთ ჩვენ ამის უფლება ჩვენ არ აქვს კანონი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ ის რომ მოსახლეობა ეს ჩვენი და ჩემი ამომრჩეველი არის და ჩემი ქალაქის მაცხოვრებლები არიან და მე შემტკივა იმაზე გული რომ ჩემ ქალაქში იყოს ნორმალური სამედიცინო მომსახურება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ქალაქის მერვისთვის და მთავრობისთვისაც და ამიტომ ჩავერევით ამ საკითხებში რომ ის რაც კანონის მიხედვით ეკუთვნის ჩვენ ქალაქს და აქ უნდა მიეღო ამ სამოტყოფოდან ამას მიიღებს მე დარწმუნებული ვიყავით. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა მედპერსონალთან შეხვედრას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც დაესწრო. ჯიმშედ გოგოლაურმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საავადმყოფოში პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა საკითხზე ღიად ამ დრომდე არავის უსაუბრია. როგორ შეიძლება მედპერსონალს, რომელიც 24 საათი რეანიმაციაში არის, 150 ლარი ხელფასი ჰქონდეს. და თვითონ ხელმძღვანელობა სამხედრო ხელფასები აქვს. 5000 და ზევით ხელფასებს იღებენ. როდესაც შარშან ჩემი ინფორმაციით მილიონი ლარი წაიღო ამ ფირმამ თავის, არ ვიცი, ბიუჯეტში თუ ჯიბეში. ეხლა მე მგონი თქვენ მოისმინეთ ყველამ რომ რემონტი მიდისო. ესენი არ მოსულან გუშინ და გუშინ წინ. ან 9 წლის უკან 3 წელიწადი აქ არიან. ამ რემონტის გაკეთება შეიძლება და აქამდე.
მედპერსონალისა და გამგეობის თანამშრომლების შეხვედრას არ ესწრებოდა უნიმედის სამცხეს მენეჯერი. მედიასთან კომენტარი არ გააკეთა მენეჯერის მოადგილემაც, თუმცა მეცხრეახთან საოპერაციო განყოფილების დირექტორმა გიორგი მეტრეველმა განმარტა, რომ მედპერსონალს ხელფასები მხოლოდ 4 დღის ტექნიკური პრობლემების გამო დაუგვიანდა. რაც შეეხება სამუშაო პირობების არარსებობას, გიორგი მეტრეველის თქმით, საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ახლო მომავალში დაწესებულება ეტაპობრივად უახლესი აპარატურით აღიჭურვება. 4 დღით დაგვიანდა ხელფასი ჩარიცხვა ტექნიკური ხარვეზების გამო, დღეს ჩარიცხულია ყველა. გამოსწორებულია ყველანაირი ის. 4 დღის დაგვიანების გამო მოხდა ასეთი პრობლემა. ტექნიკა რემონტის და გადაიარაღებაც მოხდება და ყველაფერი მოხდება. უნიმედის სამცხეს თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედპერსონალმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.